ძალიან მტკივნეულად განიცდიან ზოგადად ბავშვები, როდესაც მათი პირადი ცხოვრების დეტალები ხდება ხოლმე საჯარო და ყველაზე ისეთი სანერვიულო და სტრესული მათთვის არის ისეთ შემთხვევები, როდესაც მათი პირადი ცხოვრების დეტალები საჯაროვდება ინტერნეტ სივრცეში, ხდება ცნობილი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ, რომ ხელმისაწვდომი ჰქონდეთ ეს ინფორმაცია და ძირითადი პრობლემები, რომლებიც ამ სფეროში არის, მაინც სკოლებში არის, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მონაცემები არასრულწლოვნების შესახებ სკოლებში მუშავდება და ყველაზე მეტ დროს ბავშვები ატარებენ სწორედ სკოლაში. ამიტომ სკოლა არის ის ადგილი, სადაც ესე ვთქვათ, ყველაზე მეტი გამოწვევა არის არასრულწლოვნების მონაცემების გასაჯაროების, გავრცელების. იქნება ეს კლასელები, ეს არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც რაღაცა ან ინტერნეტ სივრცეში იყოს, ან რაღაცა ფართო მასშტაბის საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მათთვის საკმარისია, რომ მაგალითად მათმა კლასელმა გაიგოს ესეთი დეტალი, რომელიც არ სურს, რომ მათი კლასელებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მშობელმა გაიგოს ასეთი ტიპის ინფორმაცია და შემდეგ ისინი ამის გამო გრძნობენ თავს ძალიან, როგორ ვთქვათ, სტრესულ მდგომარეობაში, აღარ უნდათ სკოლაში წასვლა, აღარ უნდათ იმ კლასელებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ქალბატონო ლონდა, საუბრისას თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ინტერნეტ სივრცე და ამასთან დაკავშირებით მინდა უფრო დეტალურად გკითხოთ. აი ამ მიმართულებით ვგულისხმობ როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ისე პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას. რა ხდება ციფრულ სამყაროში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით? ციფრულმა სამყარომ კიდევ უფრო გაართულა ამ ხრივ ვითარება, იმიტომ რომ ძალიან რთულია აკონტროლო ეს სფერო. სამწუხაროდ არის შექმნილი ძალიან ბევრი ჯგუფი, ზოგი ღია, ზოგი დახურული, სადაც რაღაც ადამიანთა გარკვეული კატეგორია არის გაწევრიანებული. ასევე არასრულწლოვნები საკმაოდ აქტიურად მოიხმარენ TikTok-ს, აქტიურად არიან ასევე Facebook-ის მომხმარებლები, სადაც ზოგჯერ ვრცელდება მათი ფოტოები, ვიდეოები. ეს ვიდეოები ზოგჯერ საკმაოდ ინტიმურ ხასიათს ატარებს, შეიძლება ისინი გამოსახული იყვნენ რაღაც, არ ვიცი, შეიძლება შიშველ მდგომარეობაში, სამწუხაროდ ჩვენ ასეთ ფაქტებსაც ვაწყდებით, რაც ყველაზე მძიმე ფორმები არის ხოლმე არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დარღვევის ხელშეუხებლობის, თუმცა ზოგჯერ ეს არ არის ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებულია შეიძლება საგაკვეთილო პროცესთან, შეიძლება მათ კონკრეტულ ადგილზე ყოფნასთან, სადაც მათ არ მოსწონთ თავიანთი, არ ვიცი, ვიზუალი თავიანთი გამოსახულება და ზოგჯერ ეს ფოტოები ხდება ხოლმე ინტერნეტ სივრცეში ან დახურულ ჯგუფებში, სადაც მერე ბავშვები აკრიტიკებენ ერთმანეთს, როგორ გამოიყურებათ, მა როგორ აქვს, ვიზუალურად არც ისე კარგია, ან პირიქით კარგია და ასე შემდეგ და ეს ბავშვებისთვის არის ძალიან არასასიამოვნო პროცესი. სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცეს ახასიათებს რა, ერთხელ თუ გავრცელდა ინფორმაცია, ამის შეჩერება შემდეგ არის ძალიან რთული. ინტერნეტ სივრციდან გააქრო რაღაცა მონაცემი, იქნება ეს ფოტო, ვიდეო ან ინფორმაცია და ასე შემდეგ არის რთული, იმიტომ რომ ბევრი გადაშიარება ხდება, გადაზიარება, ესე ვთქვათ. და შემდეგ ამისი აღკვეთა ამ შედეგების არის ძალიან რთული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც შეხება აქვს ბავშვების მონაცემებთან, იცოდეს რაოდენ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბავშვების მონაცემები არ ხვდებოდეს საჯარო სივრცეში, მათი მშობლების თანხმობის გარეშე, იმიტომ რომ შედეგები, რომელსაც ეს იწვევს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ხოლმე გამოუსწორებელი. რამდენად ხშირია არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება, რამდენად ხშირად ირღვევა მათი უფლებები და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? აი მაგალითად რაიმე სტატისტიკა თუ არსებობს? ორი ტიპის სტატისტიკა გვაქვს. პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შემთხვევები, რომელიც ეს ვთქვათ მონაცემების დამუშავების უფრო მსუბუქი დარღვევებია, ადმინისტრაციულ დარღვევებს ვგულისხმობ. ამ კუთხით საინტერესო არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზდამხედველო ორგანოს პრაქტიკა. მაგალითად 2022 წელს 42 შემოწმება იქნა ჩატარებული, რომელიც ეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებს. ეს არ არის ციფრობრივად ბევრი, მაგრამ საკმაოდ მასშტაბურ პროცესებს ეხებოდა თითოეული შემოწმება და მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად 50%-ზე მეტ შემთხვევაში დგინდება დარღვევა, თითქმის ყველა წელს დაახლოებით ანალოგიური სტატისტიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესებში, როდესაც არასრულწლოვანების მონაცემების გამოყენება ხდება, 50% შემთხვევაში ეს ხდება უკანონოდ და ეს არის საკმაოდ მაღალი პროცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი გამოწვევებია და მეორე, უფრო მძიმე შემთხვევები, გულისხმობ სისხლის სამართლის მიმართულებას, სადაც მონაცემების დამუშავებას აქვს ყველაზე მძიმე შედეგი და
გულისხმობ რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბავშვების ეს პირადი ცხოვრების ფოტოები და ვიდეოების გასაჯაროება ხდება, მათი ფოტოების უკანონო გაყიდვა, გამოყენება, სხვისთვის გავრცელება, კლასელებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ნაცნობებისთვის მიწოდება, სამწუხაროდ ასეთ შემთხვევებიც არის და დაახლოებით წლის განმავლობაში 50-მდე ბავშვი არის, რომელიც მიმართავს საგამოძიებო ორგანოს აი ამ პრობლემით. ქალბატონო ლონდა, როგორია არასრულწლოვანთა ინფორმირებულობა მათი უფლებებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მათი პერსონალური მონაცემების უკანონო გამოქვეყნება შეიძლება მოყვეს და აქვე გკითხავთ, კვლევაც გქონდათ ამასთან დაკავშირებით და ის ძირითადი მიგნებების შესახებაც რა გითხრათ? კი ბატონო, ჩვენმა ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, ეს ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით არის ეს კვლევა ჩატარებული და ძალიან საინტერესო შედეგები დაიდო. მათ შორის ამ კვლევის ფარგლებში ჩვენ გამოვკითხეთ ბავშვებიც და არასრულწლოვნებიც და ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, რომელზეც ამ კვლევაში არის საუბარი, ზუსტად არის ის, რასაც თქვენ ამბობთ, ინფორმირებულობის დაბალი დონე. ეს ეხება როგორც ბავშვებს, მათ არ იციან, ანუ ვერც აიდენტიფიცირებენ, სად არის დარღვევა და მეორე, თუ მოხდა ისე, რომ დააიდენტიფიცირეს, რომ მათი უფლებები დაირღვა, არ იციან, ვის უნდა მიმართონ ამ შემთხვევაში. არ იციან, რომ არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზრდამხედველო ორგანო და არ იციან, რომ არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც უკვე აი ესეთ მძიმე შემთხვევებს იძიებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, რაზეც უკვე ვისაუბრე. ასევე დაბალია მშობლების ინფორმირებულობის დონე, დაბალია მასწავლებლების ინფორმირებულობის დონე და პრინციპში ყველა იმ ადამიანის ინფორმირებულობის დონე აი ამ კუთხით, რომლებსაც შეხება აქვს ბავშვების მონაცემებთან, არის საკმაოდ დაბალი. პარლამენტმა წინა წელს მიიღო კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, სადაც გაუმჯობესებულია არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობა. ეს კანონი 1 მარტიდან ძირითადი ნაწილი ძალაში შევიდა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კანონი ამ კუთხით შეცვლის ვითარებას, იმიტომ რომ აიძულებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას უფრო მეტი გააკეთონ იმისთვის, რომ მონაცემები იყოს დაცული, მათ შორის არასრულწლოვნების. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, რა თქვენი რეკომენდაციები როგორია, რა კმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ბავშვები არასრულწლოვნები უფრო მეტად გაერკვნენ თავიანთი უფლებების შესახებ? პირველი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რაც გაკეთდება, იყოს სისტემური. მაგალითად, ჩვენ აი ამ კვლევის ფარგლებში ასევე გამოვავლინეთ, რომ ზოგიერთ სკოლაში უფრო მეტი კეთდება ამისთვის, ზოგიერთ სკოლაში საერთოდ არაფერი კეთდება, ზოგიერთ სკოლაში ნაკლები კეთდება. აი ამ ყველაფერს სჭირდება სისტემური მიდგომა. მაგალითად, სასკოლო საგნებში რაღაც დოზით ეს საკითხები არის ინტეგრირებული, მაგრამ იმდენად მინიმალურად არის ინტეგრირებული, რომ ეს სრულფასოვან ცოდნას ბავშვებს ვერ აძლევს და არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მათი უფლებები დაიცვან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის როლი, ბაღების როლი სხვათა შორის, სადაც ბავშვი პირველად ეჯახება ამ პრობლემას. ამ კვლევამ ესეც გამოავლინა, რომ ბაღებშიც გამოწვევები არის ამ კუთხით. ამიტომ ბაღებში, სკოლებში სისტემური მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საგნებში ინტეგრირება, საუბარი ბავშვებთან ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანის ცნობიერების ამაღლება, რომლებსაც ბავშვებთან აქვს შეხება, ბავშვების მონაცემებთან აქვს შეხება, მასწავლებლები, მათ შორის სამედიცინო მუშაკები, ჩვენ ძალიან ხშირად მოგვისმენია ხო ტელევიზიით ბავშვი როცა შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, ეს პრობლემა აქვს, ეს ამოვკვეთეთ, ეს ოპერაცია ჩაუტარეთ, იმ მომენტში შეიძლება ამას არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ შემდეგ ბავშვი იზრდება და ამას ისმენს, რომ ოდესღაც ეს ინფორმაცია ვიღაცისთვის ცნობილი გახდა, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია, ეს იწვევს ხოლმე ძალიან დიდ პრობლემებს. ამიტომ აი ეს სისტემურად ცნობიერების ამაღლება, როგორც არასრულწლოვნებში, ასევე სრულწლოვნებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი.